მოგესალმებით. გადავწყვიტე ჩავწერო ლექციების სერია მათემატიკურ ფილოსოფიაში და მათემატიკურ ლოგიკაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. ფაქტები რეალურად გიოდელის ორი თეორემა. არასრულობის თეორემებსაც ეძახიან ხოლმე, უბრალოდ incompleteness theorems. და ეს თეორემები რაღაცნაირად გაცდა მათემატიკურ სივრცეს და ასევე ფილოსოფიაში გადაინაცვლა იმდენად რაღაც მისტიური მნიშვნელობას ენიჭება ხოლმე და მინდა რომ აი ეს ამ ლექციებით გავუყვეთ ნელ-ნელა და საბოლოო ჯამში მივიდეთ ამ თეორემების გაგებამდე რაღაცა აზრით. მოდი სანამ დავიწყებ ამ შესავალს, ძალიან მოკლე შესავალი იქნება, აქ კაცრად არაფერზე არ ვილაპარაკებ. უბრალოდ ვიტყვი ვისთვის იქნება ეს ლექციები განკუთვნილი, იმიტომ რომ ამ ჯგუფში თუ არ ხვდებით, თავიდანვე გადავწყვიტოთ, რომ შეიძლება არ ღირს ამაზე დროის დახარჯვა. პირველი რასაც დავწერა აქ არის, რომ ეს ლექციები განკუთვნილია მათემატიკოსების და კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტებისთვის. რა თქმა უნდა, დაინტერესებულმა სხვამაც შეიძლება ნახოს, მაგრამ უბრალოდ რაღაც მცირე მათემატიკური ცოდნა ნამდვილად დაჭირდება რა. ხო და ესე ვიტყოდი მაშინ, რომ აი მათემატიკოსი თუ ხართ მათემატიკაზე თუ სწავლობთ. ხო? მათემატიკაზე თუ სწავლობთ. პირველი სემესტრი ნამდვილად დახურული უნდა გქონდეთ მათემატიკაზე. სიმრავლეები, ასახვები, ესეთი რაღაცა, თუნდაც ჩანაწერების ცოდნა ნებისმიერი არსებობს, ესეთი რაღაცები უნდა იცოდეთ რა. დავწერ ესე რომ მეორე სემესტრი და ზემოთ. ხო? კომპიუტერულ მეცნიერებებზე თუ სწავლობთ. ალბათ მოდი აქ ორიანი რომ დავწერო მეორე სემესტრი, აქ მეორე კურსიდან ალბათ, იმიტომ რომ რეალურად პირველ კურსზე შეიძლება საერთოდ არ ისწავლოთ ეგეთი რაღაცები. მაგრამ ალბათ თქვენც მეორე სემესტრით გახვალთ ფონს. უნდა იცოდე როგორც თქვი სიმრავლეების ჩანაწერები, მათემატიკური ჩანაწერების წაკითხვა, ფუნქციის შებრუნებული და ასე ვთქვათ რაღაცეები. ესენი დაგჭირდება რომ გავიგოთ. დაანჩე შეუძლებელი რომ ყველაფერი ჩვენ თვითონ ვთქვათ. კაი, ეს უბრალოდ თავიდანვე რომ მოვიცილოთ ეს საკითხი, ვისთვის იქნება ეს ლექციების კურსი განკუთვნილი და ვიზე იქნება გათვლილი. ეხლა მოდი დავუბრუნდეთ ისტორიული პატარა მოკლე წიაღწევა გავაკეთოთ. აი ეს კაცი ეხლა აქ პირველი სურათი ვიცით, დევიდ ჰილბერტი იყო. ძალიან ასე ვთქვათ, ცნობილი მათემატიკოსი, არა მარტო მისი ნაშრომების გამო და მეცნიერული მუშაობის გამო, ასევე ძალიან გავლენიანი იყო, ასე ვთქვათ, მათემატიკურ სფეროებში. მის სიტყვას ასე ვთქვათ წონა ჰქონდა. და მოკლედ ამ ადამიანმა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაახლოებით განიზრახა, გერმანიაში მოღვაწეობდა და იქ განიზრახა, რომ მთელი მათემატიკა დაეფუძნებინა რაღაც ჭეშმარიტობებზე. არაწინააღმდეგობრივ ჭეშმარიტობებზე. ამაში რას გულისხმობ? ეხლა სკოლაში ყველას გვისწავლია მაგალითად გეომეტრია, ხო? სამკუთხედის კუთხედთა ჯამი არის 180 ან რაღაც ეგეთი რაღაცა. და ვამტკიცებდით ამას, რომ სამკუთხედის კუთხედთა ჯამი იყო 180. ან პითაგორას თეორემა და ვამტკიცებდით, რომ კათეტების კვადრატების ჯამი ჰიპოტენუზის კვადრატია. და დამტკიცების პროცესი რა იყო, ხო? სხვა აქამდე დამტკიცებულ ფაქტებს ვიყენებდით დასამტკიცებლად. და მე უკვე იმ დამტკიცებულ ფაქტებს აიდან ვიცოდით სხვა, ხო? ისიც სხვა უფრო მარტივი ფაქტებით იყო დამტკიცებული და ასე ნელ-ნელა უკან თუ გაუყვებით, სკოლიდანაც გახსოვთ, რომ ჩავდივართ რაღაც ფაქტებამდე, რომლებიც ჩავთვალეთ სწორად, აქსიომებს რო უწოდებდით. მაგალითად, გქონდა რაღაცა აქსიომები, ხო? რომ მაგალითად თუ გვაქვს წრფე, ეხლა უხეშად ვამბობ ყველაფერს ჯერ შესავალისთვის და გვაქვს ამ წრფიდან განსხვავებული წერტილი, როგორც ვთქვა. ამ წერტილზე, ამ წრფისადმი მხოლოდ ერთი პარალელური წრფე გაივლება. მაგალითად, ესეთი რაღაცა, ნებისმიერი სხვა წრფე, რომელიც გაივლება სადღაც, ვთვლით, რომ გადაკვეთს ამ ჩვენს წრფეს, ხო, თუ გავაგრძელებთ. ეს იყო მაგალითად აქსიომა ისეთი, რომელსაც აი თქვა დამტკიცების გარეშე ჩავთვალეთ, რომ ასე არის. კიდე შეიძლება რაღაცეები, ასეთი რაღაცეები, მარტივი რაღაცეები ჩავთვალოთ აქსიომებად, ხო? აი მაგალითად ჩვენ ახლა ძირითადად ნატურალურ რიცხვებზე ვილაპარაკებთ და არა გეომეტრიაზე, ამიტომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ყველა ნატურალური რიცხვისთვის არსებობს შემდეგი ნატურალური რიცხვი. ხო, ესეთი რაღაცაც გვაქვს, რომ მაგალითად ესეთი რაღაცაც გვაქვს, ხო, ნატურალურ რიცხვებში ორი ნატურალური რიცხვი თუ გაქვს და a + 1
აი რა ვიცი, აი თქვა ორი ნატურალური რიცხვი გვაქვს და a უდრის b-ს, მაშინ აქედან გამომდინარეობს, რომ a + 1 უდრის b + 1-ს, ხა რა ვიცი. ესეთ რაღაცებს რა, ანუ ესეთი მარტივად მიღებული ჭეშმარიტობა, რომელსაც ყველას შევთანხმდებით, იმათ აღარ დავამტკიცებთ, თქვა დავუძახით აქსიომები და მოდიო, დევიდ ჰილბერტს ჰქონდა ესეთი პროგრამა, Hilbert's programs ეძახიან ინგლისურად, Hilbert's პროგრამა, რომ შევადგინოთ ეს მათემატიკის აქსიომები, რომლიდან ყველაფერი ჭეშმარიტს გამოვიყვანთ. პირველი რაც ახლა აქ უნდა ვთქვათ, ან ეს თეორემები აქ ჩამოვწერე გიოდელის ორივე თეორემა, საბოლოო ჩვენი მიზანი რაცაა, რა ესე წაკითხვა შეიძლება ვერ გაიგოთ რა წერია პირდაპირ. პირველი წინადადება, რაც სიტყვა რაც გაუგებარი არის არაწინააღმდეგობრივი. არაწინააღმდეგობრივი იქნება ჩვენი აქსიომათა სისტემა, ანუ რაზეც შევთანხმდებით ჭეშმარიტობებზე, თუ მათგან ერთმანეთის საწინააღმდეგო რაღაცები არ გამოიყვანება. და წარმოვიდგინეთ, მოიგონეთ რაღაცა, შევთანხმდით რაღაც აქსიომებზე, თქვა ამაზე რაღაცებზე და ვამტკიცებ რაღაცებს და დავამტკიცე რაღაც თეორემა და იმ თეორემის საპირისპიროც დავამტკიცებ, თქვა. ხო, სისულელეა, ეგეთი რამე არ მინდა. ანუ რასაც მოვიფიქრებ, ჯერ მკაცრად არ გამიმარტია რა, რაღაც აქსიომათა სისტემას და ამ გამოყვანის წესებს რას ნიშნავს დამტკიცება, რომ მოვიფიქრებ, ისე მინდა მოვიფიქრო, რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო რაღაცები არ გამოვიყვანო. ეგ არის არაწინააღმდეგობრივი. აი აქ რო წერია, წითელი ხაზიც გაუსვა Windows-მა, არაწინააღმდეგობრივი სისტემა. და ეს ფორმალური სისტემაში ეგ გულისხმება, განმარტავთ მე მკაცრად რა არის, მაგრამ თქვათ მოფიქრებული რაღაც აქსიომები და გამოყვანის წესები. არის ფორმალური სისტემა და ფორმალური სისტემა არაწინააღმდეგობრივია, თუ ისე მოვიფიქრე, რომ ერთმანეთს საწინააღმდეგო რაღაცები არ გამოყვანს. და მოკლედ ამ დევიდ ჰილბერტს ჰქონდა ეს პროგრამა, რომ თელი მათემატიკისთვის ამოვირჩიოთ ეს აქსიომები, რომელსაც ყველა შევთანხმდებით, და რომლიდანაც ყველაფერს გამოვიყვანთ რა. და ვიღაცები წვალობდნენ ამას, აკეთებდნენ, ცდილობდნენ ყველაზე განთქმულად რასელი ცნობილი და ვაიტჰედი, რასელი ფილოსოფოსიცა ბერტრანდ რასელი და ვაიტჰედი მათემატიკოსი იყო და ისინი ცდილობდნენ რომ მთელი მათემატიკა გამოიყვანათ, უკვე დაიწყეს. ანუ არ ქონდა დამტკიცებული ეს საერთოდ შეიძლება, მაგრამ იმის გააზრება, რაც ნიშნავს რომ ეს არ შეიძლება, ესეთ რაღაც გაკეთება, ეგეც რთულია, რაც ნიშნავს არ შეიძლება. და ნუ მოკლედ გამოყავდათ და აი მაგალითად ცნობილია რომ რაღაც მე-300 თუ მე-400 გვერდზე ქონდათ, ანუ ენციკლოპედიას წერდნენ, პრინკიპია მათემატიკა ქვია ენციკლოპედია რა ნაშრომს. რაც ეს ამას აკეთებდნენ და მე-300 თუ მე-400 გვერდზე გამოიყვანეს, რომ 1 + 1 2-ია. შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში და ანუ სრულიად გამოყავდათ რა ეს თელი მათემატიკა. ნუ მოკლედ ესენი ხალხი ამას ცდილობდა, ეს ჰილბერტის პროგრამა მიდიოდა და მერე გამოჩნდა ეს კაცი. კურტ გიოდელი რომელიც ესწრებოდა ამ სემინარებს და რაღაცეებს, ჰილბერტის მოსწავლეები და ჰილბერტი რომ ამ რაღაცებზე საუბრობდნენ და იქ მოისმინა ამათი ის და დაამტკიცა ესეთი ორი თეორემა, რომელსაც ჩვენ შევეცდებით, რომ ამ ლექციების კურსში ბოლოში მივადგეთ. ეს ორი თეორემა ეგეთ რამეს ამბობს, ახლა არაფორმალურად შევეცდები აქვსნა რა, ეს არაწინააღმდეგობრივი გითხარით რა არის. აი დაბუშვათო, შენო რაც არ უნდა მოიგონო, ეს მარტივ ჭეშმარიტობებზეო, რაზეც არ უნდა შეთანხმდეო, თქვა აუდრის ბედან გამოდის a + 1 უდრის b + 1 და ესეთ რაღაცებზეო, რაზეც არ უნდა შეთანხმდეო, ხო, აქსიომებზეო. თუ ეს შენი შეთანხმებაო, ანუ არ გამოდისო, გამოყვანით ერთმანეთის საწინააღმდეგო რაღაცეები და თუ შენ ისეთ რაღაცეებზე შეთანხმდი, რომ ნატურალურ რიცხვებზე შეგიძლია ლაპარაკი, ანუ არა მხოლოდ გეომეტრია და რაღაცა, არამედ თქვათ ნატურალურ რიცხვებს აღწერ. ხო, აი მაგალითად როგორც ეს მიწერია. თუ ესეთი მოიფიქრე, ესეთი სისტემა აქსიომების და გამოყვანებს არაწინააღმდეგო ნატურალურ რიცხვებზე ლაპარაკობს, ყოველთვის იარსებებსო წინადადება რაღაცა გამოთქმული ამ შენივე ენაზე, რაც მოვიფიქრე, რომელსაც ვერც დაამტკიცებ და ვერც მის საწინააღმდეგოს ვერ დაამტკიცებო. ანუ რეალურად ამ აზრით დევიდ ჰილბერტის პროგრამა ჩავარდნილიაო. ანუ მთელ მათემატიკის საფუძველს ვერ მოვიფიქრებ, იმიტომ რომ მთელ მათემატიკის საფუძველში გინდა რომ ნატურალურ რიცხვებზე ილაპარაკო. და იქ აუცილებლად იქნება რაღაცა მათემატიკურ ენაზე ნათქვამი, რომელსაც ვერასდროს ვერ დაამტკიცებ შენი აქსიომებიდან. და ვერც მის წინააღმდეგობას ვერ დაამტკიცებ რა. ეს იყო პირველი თეორია, რომელსაც საკუთარ ფილოსოფიური იმპლიკაცია აქვს ძალიან დიდი ისეთი, რომ ანუ ადამიანის ცოდნა ვერადოს ვერ სასრულად რაღაცად ვერ ჩაიჭირება
ამ გამოყვანებით და აქსიომებით და ესეთი სასრული რაღაცეების აღწერით რა. ამიტომ აქვს ამას საინტერესო ძალიან ფილოსოფიური იმპლიკაცია, რომ ყოველთვის იარსებებს რაღაცა, რასაც ვერ დაამტკიცებ. და თუ ჩათვლი იმ ახალ რაღაცას, როგორც აქსიომად სიტყვაზე მიიღებ, რომ აი ეს ახლა რაღაც კაი დავიჯერებ თქვათ ესეა და ჩავთვლი, მაშინ კიდევ ახალი იარსებებს რომელსაც ვერ დაამტკიცებ და ესე უსასრულოდ. ანუ სრულიად წვდომადი არ არის, ასე თქვათ, ცოდნა. ამას ესა პირველი თეორემის შედეგი, რომ ამ პროგრამა განწირულია ესე დანახული. და მეორე თეორემა, ბარემ ამასაც ვიტყვი, ეგეთია, რომ თუ შენ რაღაცა აქსიომათა სისტემა მოიფიქრე, რომელზეც არ გამოდის, რომ ის თავის თავს ეწინააღმდეგება, არ გამოყავს რაღაცა ფაქტი და მისი საწინააღმდეგოც, მაშინ ამავე თეორიაში აქ ვერ დაამტკიცებ, რომ ეს თეორია თავის თავს არ ეწინააღმდეგება. ანუ ეს სისტემა უბრალოდ. ანუ არაწინააღმდეგობრივი თუა, ხო, ამ სისულელეები არ გამოყავს, ასე ვთქვათ. ხო, ის ვერასდროს ვერ იტყვის, რომ სისულელეები არ გამომყავს. ვერ დაამტკიცებ, რომ ეგრეა. ანუ განწირული ხარ, ასე ვთქვათ, 64-ში თუ ხარ, ვერასდროს ვერ გაიგებ, რომ 64-ში ხარ. ესეთია მეორე თეორემა რა, ესეთ ამასაც ფილოსოფიური იმპლიკაციები აქვს. ეს კურტ გიოდელმა დაამტკიცა ესეთ 30-იან წლებში, მე მგონი 30-იან წლების დასაწყისში და ამასაც დიდი ის ჰქონდა გამოხმაურება მათემატიკური საზოგადოებიდან და ასევე მე ფილოსოფიაშიც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ესეთი რაღაცეები. და ამის მკაცრად რეალურად ანუ ძალიან ხშირად ცოტა ხალხი ვერ იგებს ხოლმე რაზეა და თვითონ მათემატიკოსებიც და სამწუხაროდ საბაკალავრიოზეც არის სწავლება ეს დიდად, ამიტომ გადავწყვიტე ჩამეწერა ეს ვიდეოები, რომ სტუდენტებმა გაიგონ რა. აი მეორე კურსზე უკვე შეუულია სტუდენტს რეალურად მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერებების. და ეხლა ეს მესამე კაცი აქ რატომ მოვიყვანე ალონზო ჩერჩი აქ რა შუაშია ხო თითქოს ამათთან. დამტკიცება ჩვენ რომელსაც გავაკეთებთ, ეგ იქნება ალონზო ჩერჩის დამტკიცება. ანუ გამოვიყენებთ კომპიუტერული მეცნიერების მეთოდებს, ამიტომ მოუწოდე აქ ამათაც. ანუ ტურინგის მანქანას და რას ნიშნავს კომპიუტერი, ყველაზე ელემენტარულად იმას გამოვიყვანთ და იქ მე რა პრობლემებს ვერ წყვეტს კომპიუტერი თეორიულად იმას ვაჩვენებთ, ეგ გაჩერების პრობლემა ქვია. და შემდეგ ამ გიოდელის თეორემას პირველს დავიყვანთ კომპიუტერული მეცნიერების გამოუყვან თეორემებამდე და ისე დავამტკიცებთ. ანუ გამოვიყენებთ ალონზო ჩერჩის შრომებს და მაგიტომ მოვიყვანე ესეც აქ და კომპიუტერული მეცნიერებისთვის საინტერესო იქნება. კარგით, მოკლედ ახლა დავიწყებ. პირველ ჯერ რაღაცა ფაქტები დაგჭირდება აუცილებლად, სანამ გიოდელის თეორემას მივადგებით. ანუ აი მცირედ რაღაცებს ავკრიფავთ, როგორც აი ტურინგის მანქანა, თვლადის სიმრავლეები, ენები, ამბანი და შემდეგ რაღაცებს და ამ ლექციებს ჩავწერთ, ავტვირთავთ და ბოლოს იმედია რომ მივადგებით გიოდელის თეორემას და მასაც დავამტკიცებთ. იმედია გიხილავთ შემდეგ თუ ძალიან არ შეგაშინეთ შემდეგ ლექციაზე.